და უკვე სტუმრებით შემოგვერდნენ ნინო ვადაჩკორია, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე და ასევე მასთან ერთად მასპინძლობთ ქეთი ჯაფარიძეს, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი გახლავთ. დილამშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენთან. მოგესალმებით. ქაბატონი, სანამ გადავალთ უშუალოდ კონკრეტული პროექტის შესახებ, რომელზეც უფრო სხვადასხვა გეგმავთ საუბარს, მოდით ვისაუბროთ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შესახებ. მის მიზნებზე ვისაუბროთ, იმ პროექტებზე, რა ტიპის საქმიანობასაც თქვენ ახორციელებთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ მადლობა, იმიტომ რომ თქვენ ყოველთვის გვერდით უდგეხართ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს. მოგეხსენებათ, სულ ახალ დამთავრდა პროექტი ფანარტი, რომელიც თავიდან ბოლომდე თქვენ გააშუქეთ და იყავით ჩართულები და მე მინდა გითხრათ, რომ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი გარდა სპორტული და კულტურული პროგრამებისა ახორციელებს აგრეთვე განათლება ინტეგრაციის კუთხით კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ძირითადად მორგებულია შემდეგ სპეციფიკაზე. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანა მიდის დემოკრატიის განვითარების გზაზე, აქედან გამომდინარე მოზარდების ჩართულობა აქტიური მოქალაქეობრივი ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აქედან გამომდინარე მოზარდები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, უნდა მიეწოდოთ მათ ინფორმაცია და არაფორმალური განათლების კუთხით ჩვენ ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, ანუ ბატონ მუგზარგევლიშვილთან ერთად ბევრი პროექტი დავგეგმეთ მთელი წლის განმავლობაში, ამიტომ ცნობიერების ამაღლების კუთხით საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე მუშაობთ. სულ ეხლა ხან იყო 2 აპრილის აქცია, მოგეხსენება თქვენ აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქვე ჩვენ დავაანონსეთ, რომ ეს არა მარტო 2 აპრილს იქნება მთელი წლის განმავლობაში ცნობიერების ამაღლების კუთხით დავა კამპანია ამის მიმართულებით, სულ ახლა ხან იყო ქრომოსომებს არ ეთვლიან ეს აქცია, ამიტომ ჩვენ ერთჯერად აქციებზე არ ვართ ორიენტირებული ვართ მთელი წლის განმავლობაში არაფორმალური განათლების კუთხით ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელოთ, რომელიც თავისთავად მოიცავს სხვადასხვა ღირებულებებზე დაფუძნებულზე, რომელიც თითქმიანმა გუნდმა შეკრა და თითოეული პროექტს თითოეული თანამშრომელი ხელმძღვანელობს და უშუალოდ სულ ახლა ხანს წამოიწია ეს თემა, ეს არის უფლებების კომპასი, რომელსაც ქეთი თვითონ უშუალოდ ისაუბრებს, რომ რას წარმოადგენს კონკრეტულად ეს პროექტი, რატომ ის საპილოტია, ამიტომ გამომდინარე რატომ მოხდა კონკრეტული რეგიონის შერჩევა, კონკრეტული სკოლის შერჩევა და უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ თვითონ პროექტის ხელმძღვანელმა ისაუბროს ამის შესახებ. უფლებების კომპასი, პრინციპში სათაურშივე შეიძლება ამოვიცნოთ რაზეა საუბარი, მაგრამ რა საკის ბავშვებზე ამ შემთხვევაში გათვლა და რამდენად დიდია მათი მხრიდან ამ თემაზე ინტერესი, რამდენად აინტერესებთ უფლებების საკითხი. მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება თვითონ უფლებების კომპასს, იქიდან გამომდინარე, ეს არის პირველი ეტაპი და საპილოტო პროექტი, ასე ვთქვათ. ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო გამოცდილება ამ კუთხით და ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო მცირე ასაკის ბავშვებისთვის მიგვაწოდებინა ის მინიმალური ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდნენ მათ. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულები არიან 10-დან 12 წლის ასაკის მონაწილეები. ჯერჯერობით პროექტი 4 ქალაქში მიმდინარეობს, ეს არის თბილისი, ხაშური, ახალციხე და ბორჯომი. თითოეულ ქალაქში არის 30 მონაწილე შერჩეული. მიუხედავად იმისა, რომ მაინც შესაძლებელია ეს მცირე რაოდენობა იყოს ბენეფიციარების ამ ეტაპზე, რადგან საპილოტი არის, მხოლოდ იმ მონაწილეების ჩართვა მოხდა, ვისაც უშუალოდ აინტერესებდათ ეს თემატიკა. ჩვენ სკოლებს დაუკავშირდით, გავავრცელეთ ის ინფორმაცია და უკვე მათ მოგვაწოდეს იმ ბავშვთა შესახებ ინფორმაცია, რომ საბოლოოდ შეირჩნენ პროექტში მონაწილეობისთვის. რაც შეეხება თვითონ მეთოდიკას, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამ ასაკის ბავშვებს ეხება საქმე და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენც არ გვაქვს მაინც და მაინც ისეთი კარგი პოლიტიკური კულტურა, ასე ვთქვათ და ცოტა უცხოა ბავშვებისთვის ისეთი ტერმინები, როგორც დემოკრატია, გენდერია, ადამიანის უფლებები. ზუსტად მაგიტომაც, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცენტრისთვისაც და ქვეყნისთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იცოდნენ როგორც თავიანთი უფლებების შესახებ, ასევე საკუთარი მოვალეობის შესახებ, რაც მოსდევს ყველანაირ უფლებას. და ზუსტად ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ არაფორმალური განათლების გამოყენებით
ამ ეტაპზე ტრენინგების მეშვეობით მოვახდინოთ ინფორმაციის მიწოდება ბავშვებისთვის. ჩვენ ვიყენებთ ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ სახელმძღვანელოს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებათა სწავლების მეთოდებს, კომპასიტოს. ეს ზუსტად ამასაკის ბავშვებზე არის განკუთვნილი. ეს არის ძალიან მარტივი სახალისო თამაშები, რომლის მეშვეობითაც ბავშვები ძალიან მარტივად და მეგობრულად იგებენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რასაც ქვია დემოკრატია, მოქალაქეობა, მონაწილეობა და სხვა მრავალი. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ ამ უფლებების გაცნობის შემდეგ ბავშვებმა წიგნს ვაჩვენებ მაყურებელს. კი ბატონო. თუმცა ჩვენ ამ წიგნით ხელმძღვანელობთ, მე ახლა თუ შეიძლება დავაკონკრეტებ და შემდგომ, როდესაც ეს ბავშვები თავის უფლებებს, თავის მოვალეობებს და თავის აზრს ჩამოაყალიბებენ, შეიკრება მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და შესაბამისი ბროშურა გამოიცემა, თუ კონკრეტულად ეს ბავშვები მიწოდებული ინფორმაციის შედეგად რა მიიღეს, რა განათლება მიიღეს და რას ხედავენ იმ კუთხით, რაც მათთვის საინტერესო და საჭირო იქნება. ჩვენ ძირითადად ესეთ პროექტებს ვაკეთებთ, რომ მიწოდებული ინფორმაციის შემდგომ ის იყოს გადატანილი კონკრეტულად ფურცელზე, აზრში, რომელიც შემდგომ ეს თვითონ ეს ბავშვები ჩვენივე ბენეფიციარები ხდებიან და გამავრცელებლები ხდებიან და ინტერესი შემდგომ მოდის მათგან ინიციატივების ახალი პროექტების შესახებ. და აქვე ქეთისთან გავმეორდები, რომ კომპასიტო არის ერთ-ერთი პროექტი და ზუსტად ასეთივე მოხალისეთა კლუბში, ჩვენ როდესაც გვაქვს ესეთი კლუბი, მათში არის კიდე ქვეპროექტი ინიციატივების კლუბი, სადაც ბავშვები როდესაც მიიღებენ ინფორმაციას, მათივე მიღებული ინფორმაციის შემდგომ ხდება ამ ყველაფრის ინიცირება მათივე მხრიდან, კონკრეტული პროექტების დაგეგმა, რომელიც ბევრად საინტერესო ხდება ხოლმე და ჩვენ ხშირად მათგან ვიგებთ რა აწუხებთ ამასაკის ბავშვებს და ეს ის ასაკია, როდესაც უფრო ადვილად ითვისებენ, ვიდრე მე თქვენ და მოზრდილი ასაკის ბავშვები. ახსენეთ, რომ ეს პროექტი არის საპილოტი ამ შემთხვევაში. რა ხანგრძლივობით არის დაგეგმილი და უკვე ამის შემდეგ თუ იგეგმება, რომ არა მხოლოდ 4 ქალაქში ჩატარდეს, არამედ ნებისმიერ რეგიონში ჰქონდეთ ბავშვებს საშუალება, რომ მოისმინონ მათთვის საინტერესო უფლებების შესახებ ტრენინგები. აი ძალიან კარგი შეკითხვაა, ზუსტად საპილოტია, იმიტომ არის ეს პროექტი, რომ რამდენად დიდი იქნება დაინტერესება, რამდენად დიდი იქნება მოთხოვნა, რამდენად დიდი იქნება ინტერესი. იქიდან გამომდინარე ჩვენ ეს საპილოტე თავიღეთ და პირველი 3 თვის განმავლობაში ამ რეგიონებს მოვერგებით, მივცემთ ბავშვებს შესაბამის მიწოდებული ინფორმაციას არაფორმალური განათლების შესახებ, მათი უფლებების შესახებ, გენდერის შესახებ, რა თქმა უნდა, ინკლუზიურ განათლებას მივცემთ, სასკოლო დემოკრატიას, ანუ ყველაფერს რაც შეიძლება მოიცავდეს მათი ასაკ, რაც შეიძლება მისაწოდებელი იყოს 10-12 წლის მოზარდზე, ანუ მათი გონებრივი და მათი აზრობრივი აქვიდან გამომდინარე. და ამის შემდგომ მეორე ეტაპი იქნება სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით და ამის დღეს შევჯერდებით, დავждებით გუნდი, გადავწყვეტავთ თუ ეს იქნება ძალიან მუნგებიანი ბავშვებისთვის და საინტერესო, რა თქმა უნდა, ამას 12-ვე რეგიონის მასშტაბით, ანუ ყველა ქალაქში შევეცდებით, რომ მოვიცვათ, იმიტომ ჩვენ პატარა ციპი ვართ, ასე რომ ვთქვათ, პატარა ორგანიზაცია ვარ, თუმცა აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი მოზარდამდე დავიყვანოთ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ და ჩვენს მაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ქალბატონი ნინო ვადაჩკოირი, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე გახლავთ და ასევე ქეთი ჯაფარიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი. ნახოთ რეკლამა, შემდეგ მოამბე და დავბრუნდებით.